გამარჯობოთ მეგობრებო, არხის გამწერებო, კარგო ხალხო. და პისტოლეტის მოყვარულებო, განსაკუთრებით დიდი კალიბრის მოყვარულ ადამიანებო, ნახეთ ლულა. რამხელა, ეს არის გლოკ 41. გასტონ გლოკმა, სულმნათმა შეიმუშავა. მოგეთ გლოკზე რომ დავიწყო ლაპარაკი, მაგ ჩაწერი გლოკები და თვითონ გასტონ გლოკმა როგორ შექმნა და რანაირად ეგეც მაგ ნანახი, ანუ ვიზუალურად გლოკ 17-ის ხელაა, ყველაფერი ზუსტად იგივე აქვს, მოწყობილი უბრალოდ არის დიდი კალიბრი და გრძელი ლულა აქვს. მექანიზმი აქვს ერთ და იგივე. ხო, დაშილთაც ალბათ კი არა და ეგრეთ იშლება, ესე იშლება ადვილად. ადვილადაც ეწყობა. აიწყო. მოგრეთ, გლოკის მუღამი რა არის? არის უკიდურესად საიმედო და ზუსტი. ეხლა კალიბრზე ვილაპარაკოთ. კალიბრი აქვს 45. 45 რო წარმოიდგინოთ დაახლოებით რაღაცა რა არის. უყურეთ. ოშენი. ეს არის ლუგერის ვაზნა, ანუ 9-19 კალიბრი და ეს არის 45. შეხედეთ რამხელა განსხვავებაა. ხელზე დავიდებ. და ეს სათამაშოს აგავს აი ამასთან შედარებით. ეს ნახეთ რამხელა ბომბორა ტყვია. ამიტომ ვისაც დიდი კალიბრი უყვარს, ეგეთი მუღამი. ეხლა მოდი გაჩვენოთ სხვადასხვა რიტყვები აქვს ამას. ეს არის ჩვეულებრივი ბლაგვთავიანი, ბლაგვთავიანი კი არა. ბრგვალთავიანი არის აი ესეთი, წინ ნახეთ ამოჭრილი აქვს დუმდუმი, რო ხდება ესე სოკოსავით იფურჩქნება და არის ესეთი ბლაგვთავიანი, წაბტყელებული თავით, აი ესეთი ტყვიებია, შეხედეთ. აი ესეთი. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური. აი ესეთი რაღაცა. ნუ რო დახედავთ ხელში რო გიჭირავთ, აი როგორ გითხრათ, რაღაცა გრძნობთ, რო რაღაცა ძალა გიჭირავთ, ძლიერი რა. ეხლა მე დუმდუმებს და რამებს არ ვესვრი, რაღაცა რო იყოს აგური რამე კი ვესოდი გაჩვენებდით როგორ მოქმედებს. მაგრამ რადგან ეგეთი რამე არ მაქვს, ვესვრი აი ესეთ სამტყვიას, ჩვეულებრივ კლასიკურს. იარაღზე მოდი მაინც ვილაპარაკოთ რა. აი ეს კარგი პლასმასი ხო კაი აქვს, აი ეს არის ზომიერად დაკეჭნილი, ანუ ტანსაცმელზე რო ჩაიდოთ ქიშმირის პალტოშია სადმე, არ დაგიზიანებთ იმას, არ გახიხავს. მჭიდი 13 ცალი ვაზნა მიდის, გლოკ 17-ში მიდის 17 ცალი. ამაში 13 მიდის, ანუ მეტი რაღა უნდა იყოს, აი აქ აწერია, ხედავთ, 45 კალიბრი როა. ჭიდი კაია რომ ესენი დახვრეტილია, რომ ხედავთ რამდენი ტყვია გიდევთ, ან რამდენი დარჩა. ჭიცო დახედოთ პირდაპირ. აი აქ ესეთი თამასა. ნუ რა, ვისაც გლოკის განხილვა არ აქვს ნანახი, მინდა მაინც თქვა რა. აი აქ თამასა აქვს ესეთი. შეგიძლიათ დააყენოთ ლაზერიან ფანარი. დანარჩენი აი რა გითხრათ. ცველი აქვს. აქ კლასიკურად როგორც ჩვეულებრივ რო სასხლეთზე, აი ამაზე აქვს ცველი. და ცაცისთვის არ არის ესა განკუთვნილი, ანუ მართვის ორგანოა ქართულ მარტო ერთი აი აქ, იარაღი სოლას რო რჩება, აი ესეთ მდგომარეობაში დარჩება, რომ მორჩება ვაზნები და აი აქ ცერათითი ჩამოწეთო წინ წავიდეს. დანარჩენი არაფერი, აი სამიზნეში გაახედე, სამიზნე ისეა გაკეთებული, რომ ადვილად იკითხება, შავია და თეთრი ისინი უყენია, ანუ რო გახედავთ ნებისმიერ იმაზე. ლანდშაფტზე სუროთეული იყოს. ეს იმ სიფართეზეა რომ წირო გახედავთ, ამისი შავი გვერდებიც აჩანს, ანუ ჩვეულებრივ სულ თეთრი ლაქაკი არ აჩანს. თეთრ ლაქაში რო გახედავთ, ამ თეთრ აი მაში რა ქვია, ნახევარ კვადრატში, თუ რავი მართკუთხედია. რო გახედავთ, ცოტა განიერია ეს მთლიანად აჩანს, ამიტომ თოვლზე რომ მივუშვიოთ ერთი მთლიანი ლაქა არ იქნება. ადვილად იკითხება და ადვილად იმაშვრება, რა ქვია. სამიზნეს ადვილად აღმოაჩენ დაუმზადოთ. მოდი ახლა ეს სამი ცალი ტყვია ვისროლეთ, სული მაქვს.
და თოლმა წამოაყარა, აი. არა ჩვენ ეგ ვერ შეგვაშინებს. აჰა. გადავარჩიეთ ყუიები. და გავტენი ხა. ნახე რა მხელებია. აი როგორ გითხრათ, გოჭი ხო გინახიათ რაღაც ეგეთ გოჭივით არის რა. აჰა. დავტენი. და ვესვრი დაახლოებით იქნება ალბათ 10 მეტრი. მოკლედ მინდა რომ კარგა გავარტყარა. სამიზნე მოგლიჩ. მაიცა ოპერატორი მანდარჩი. მოგლიჯა დედაუტირა რა. იარაღი დარჩა ეს. ჭიდი მოხსენით. ვიზუალურად დარწმუნდით რომ შიგნით არაფერი არ არის. თუ ბინდია თითით მოსინჯეთ. დაბლა დაიჭერეთ და დასხდეთ. წამოვნახოთ. აი აქ მოხდა ორი, პირველი ორი ვესროლე. მერე სამიზე რო ჩამოვარდა, მოდი გავასწორე, მერე აქ მივხვდი, თორე სამი რო მიმოყოლებინა, დაცილება არის 1 სანტიმეტრი. გლოქს უწერია რომ ყურადღება 30 კი არა, 300,000 გასროლას გავაკეთებო. 300,000 გასროლა არის 300 სრულ არათი შოვნთ. თითქოს 300,000 მარტო ლარი უნდა იშოვნოთ. და დარწმუნებული მთელი ცხოვრება ამას ვერ ისვრით 300,000 ტყუილს. რესურსი გავუო, მაგრამ და კიდე ერთადერთი იარაღი რომელიც წყალქვეშ ისვრის. შეგიძლია ჩაყო წყალქვეშ და გაისროლოთ და გაისვრის და იარაღი არაფეთქებულ არ გაეხევა. ამიტომაც ვიძახე, სოფლიოში საუკეთესო იარაღები პისტოლეტებზეა ლაპარაკი, სპეციალური იარაღებზე არ ვიძახი, ფანტომაზე, სანადირო ღამე და რაღაც სასწაული რაღაცებზე არ ვიძახე, ხის უკინდა უნდა ისროლო და ტყუილს ჩამო, არა. თუ პისტოლეტი გინდათ და ხართ არა პროფესიონალი კი არა, გინ პროფესიონალი და გინდაც მზარეული იყოთ, გლოქს იყიდით და ჩათვალეთ, ხართ მაგარი საშიში შეერაღებული ტიპი. გახვალთ 2-3 მჭიცის, ვით დაახლოებით მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ. კიდე იმას ვიტყვი რომ თქვათ, ვაჭი იარაღი როცა გაქვთ, არ გაუკეთო მჭიდი და არ მიეჩვიეთ. რა მიეჩვიეთ რომ მჭიდი არის და შიგ. და არცად არაფერი არ გაგივარდებთ, უგონო ხალხს არ მიცეთ. ხო და რა მინდა თქვენ მზარეულიც რო იყოთ და მიკროავტობუსის მძღოლიც ძალიან მალე გახდებით კარგი მსროლელი იარაღის. ერთადერთი რაც არის და ოქროს წესი რაცაა, თუ ის დაიცავით, რომ იარაღი მოიპყრათ ისე როგორც იმას რა ქვია, დატენილს. მე არ ვიძახი არავის არ მიუშვირეთ, თქო მიუშვირეთ, ოღონდ თუ სროლა გინდათ. თუ სროლა არ გინდათ, არ მიუშვირეთ. ხო ეგრეა. თუ მიუშვირეთ, თით ჩაყავი და გამოწევი, კი არ გაგივარდა, მიუშვირე და ესროლე. ეგ სხვადასხვა რაღაცაა რა და კანონით უბრალოდ ეგრე უყურებს რა. გამوارდა არ არის. როგორ შეიძლება გატევო და მე ლუას ჩაიხედო, ჩამოწევა რა მოხდება. მოხდება თავის ქალად წაგაზობთ. ასე რომ თხილად მოექეცით იარაღს. და რა ვიცი, რა გითხრათ, ეს რატო უნდა იყიდოთ არ ვიცი. ეს რო ვიღაცას მოხდეს, არ ვიცი. ხელში მოხდეს, ფეხში მოხდეს, არ დაჭრის. გამოაგლიჯავს აი ამ ხელა იმას რა რაღაცა დიდ ბაყვა თუ არ არის, შეიძლება ფეხის მოაგლიჯოს. ძვალს დააფშხნის. რაც კი რამეა სულ ყველაფერს დაანგრევს. უშველებელი კინეტიკური ძალა კიდე ერთხელ ვიტყვი, მით უმეტეს აი ესეთი ოღრაში ტყუები აქვს, აი ეს მწყერტავიანი როა და მით უმეტეს დუნდუმი. აი ეს ორი საშინელი ტყუია. ეს მით უმეტეს დაც რომ მოარტყათ, სანადიროთ რო იყო და რაღაცამ გიტყოთ, ესა კონდეთ მეორე იარაღად.
1 მეტრში მოსულ დაცულ ესროლოთ მუცელზე დააგდებს, ანუ უკან გადააგდებს რა. ახლოდან კანაბილზე უფრო მეტი დარტყმა აქვს, იმიტომ რომ ფართობი ნახეთ, მოხვედრის, რამხელა აქვს. ეს შიგნით კი არ გაერვის, აი გეგონება სინკარი გამოექანა, დაეჯახა და გადაგლიჯა ყველაფერი. ესე ჩვენი გამომწერისაა, დიდი მადლობა იმ კაცს და ძლივს მოგვაყვის ეს დღეში. თუ გაქვთ იარაღი მომწერეთ, ამოვიდეთ ვისროლოთ, ქართული YouTube-ი გავამტიტროთ. ეს იყო Glock 41 45 კალიბრი ავტო ამერიკული, აი აწერია ყველაფერი, აი აქ. აი ესეთი რამეა. რაღაცაში. ამით ამ იარაღის განხილვა მორჩეთ, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.